ყველას ყავს ან ყველას გვიყვარს ჩვენი ოთხფეხა მეგობრები, გლდანის რაიონში ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი აშენდება. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და კონტრაქტორ კომპანიას შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა და მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. ქეთი ილურიძე ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში საინტერესო დეტალებით. მე როგორც ვიცი მას ჩვენთვის საგანგებო სტუმარიც ყავს, აი გამოჩნდა. ქეთი, გისმენთ, ძალიან საინტერესო ამბით ხარ. მოგესალმებით და ნახეთ რა საყვარელი ორი ბიჭი და გოგო უნდა გაგაცნოთ, რომლებიც მოხვდნენ თავშესაფარში სულ რამდენიმე დღის წინ და აქ არის ასეთი წესი, 10 დღე ელოდებიან პატრონს და თუ პატრონი არ გამოჩნდება, შემდეგ უკვე დებენ განცხადებას და ეძებენ ერთგულ პატრონს და მე დარწმუნებული ვარ, რომ მაქვს იმედი, რომ აი ამის შემთხვევაში, გოგოს შემთხვევაში ჯერ კიდევ არის დარჩენილი დღეები, რომ გამოჩნდეს პატრონი, თუმცა ამის შემთხვევაში უკვე უიმედობა 10 დღეს გადაცდა და ეძებენ ერთგულ პატრონს, რომელიც მოუვლის და ვისაც აქვს გააზრებული თუ რას ნიშნავს პასუხისმგებლობა ძაღლის სყოლის და აქვს გადაწყვეტილი რომ ყავდეს, ყველას ვთხოვდა გირჩევთ რომ არ იყიდოთ ძაღლი და ისინი აიყვანეთ ცხოველთა თავშესაფრიდან. სამწუხაროდ დედაქალაქში ჯერ კიდევ არის პრობლემა მიუსაფარი ძაღლების, მიუხედავად იმისა, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აქტიურად ეწევა კამპანიას სტერილიზაციის მიმართულებით, მაინც ხვდებიან ძაღლები უპატრონო თავშესაფარში და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს და გახდა აუცილებლობა რომ შეექმნათ ახალი თავშესაფარი, როგორც თქვენ ახსენეთ, ეს იქნება გლდანში თანამედროვე ინფრასტრუქტურის, თუმცა როგორ მოეწყობა ეს თავშესაფარი, რომელიც ალბათ უნდა გავიაზროთ, რომ დროებითია და არის რაღაცნაირი გამტარი, ვიდრე გამოუჩნდებათ ერთგული პატრონი, ამაზე ყველაფერს მოგვიყვება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი გიორგი კობიაშვილი. მოგესალმებით გიორგი. მოგესალმებით. დიახ, როგორც იცით, მიმდინარე წელს გაკეთდება გლდანის რაიონში ახალი ცხოველთა თავშესაფარი, რომელიც სრული დატვირთვით მოემსახურება ჩვენ შინაურ ცხოველებს, ჩვენს დედაქალაქს, ჩვენი გეგმებით, დიდი იმედებით, იმედებს ვამყარებთ ამ თავშესაფრებზე, პოპულაციის მართვის ცენტრებზე, იმისათვის, რომ ნამდვილად ეს საკითხი, წვავე საკითხის პრობლემა, რომელიც დღეს ჩვენს დედაქალაქში არის და დგას, უახლოეს წლებში იქნას მოგვარებული. გაფორმდა უკვე ხო კონტრაქტორ კომპანიას შორის ხელშეკრულება და დაწყებულია მშენებლობის პროცესი, დასრულდება დაახლოებით წლის ბოლოს და რა მიმართულებებს მოიცავს, იქნება თუ არა ცალკე ინდივიდუალური ვოლიერები და ზოგადად რას მოემსახურება? მიმდინარე წლის ბოლოს დეკემბერში უკვე ჩვენ მზად გვექნება ეს თავშესაფარი, მზად იქნება ის ტერიტორია, რომ მიიღოს ცხოველები გამარჯვებულ კომპანიასთან, უკვე ჩვენ ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს. იქ იქნება საოპერაციო სივრცე, ინდივიდუალური ვოლიერები, ლაბორატორია, მოსამზადებელი სივრცე და ყველანაირად იქნება აღჭურვილი იმისათვის, რომ ჰუმანური მეთოდებით, ადამიანური მეთოდებით მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება, ძაღლების მიღება, ოპერაციების გაკეთება და სრულიად ჯანმრთელი უსაფრთხო ძაღლის იქიდან უკან დაბრუნება. მნიშვნელოვანია ვახსენეთ დასაწყისშივე ცნობიერების ამაღლება ამ სტერილიზაციის მიმართულებით, ხომ? ჰუმანური მეთოდები ახსენეთ. აი ამ ხრივ რა კამპანიას ეწევით და როგორ ხდება ამ მიმართულებით მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება? მნიშვნელოვანია ძალიან ცნობიერების ამაღლება, რადგან ამაზე არის დაფუძნებული ამ საკითხის მოგვარება, ვადები და რამდენად სწრაფად და ეფექტურად მოხდება ამის მოგვარება, რადგან ადამიანი ღებულობს მონაწილეობას ამ პროცესებში, მეპატრონეები, მომშენებლები, ვეტკლინიკები და ყველა ეს ადამიანი, ვისაც ყავს ცხოველი. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოს სტერილიზაცია, კასტრაციის ოპერაციები, რეგისტრაცია, რომლის ვალდებულებაც აქვს ყველა მეპატრონებს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი სოციალური ქსელის დახმარებით, ასევე ჩვენი ვეტერინარული მანქანის დახმარებით ჩვენ თვითონ მივიდეთ მოსახლეობამდე. ამაზეც მაინტერესებს უფრო კონკრეტულად, ხო, ვისაც არ შეუძლია თქვენ ადგილზე ემსახურებით, აი რა ტიპის მომსახურება რო? ჩვენი მანქანა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩერდება სხვადასხვა ქუჩებში, სხვადასხვა უბნებზე, რამოდენიმე დღით ადრე ხდება ინფორმაციის გაცემა სოციალური ქსელის დახმარებით. ჩვენი სია გვაქვს, სადაც ვიწერთ იმ ადამიანების, სრულიად ადამიანების რაოდენობას, მისამართებს და მივდივართ ადგილზე, ცხოველებს უკეთებს სტერილიზაცია, კასტრაცია სრულიად უფასოდ და მოქალაქე იხდის მხოლოდ და მხოლოდ ჩიპის ღირებულების გადასახადს 19 ლარს. ასევე ჩვენ თავაზობთ ცხოველების ვაქცინაციას, ანტირაბიულ ვაქცინაციას და ამ ყველაფრის მიზანი არის, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომობა ჩვენ გავზარდოთ. სამწუხაროდ მათი ვალდებულება არის უпростоრეთ მოქალაქეების, რომ თავად მიიყვანონ ეს ცხოველები, მაგრამ გარკვეული ხელისშემშლელი ფაქტორები შეიძლება იყოს დროის უქონლობა და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არ არის მარტივად ეს პროცესი მათთვის. ეს არ არის მე მგონი მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემა და მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ებრძვის ხო მიუსაფარ ცხოველებს. აი გამოცდილება თუ გადაგიხედავთ და რა არის, რასაც იაზრე ხდება აქ ჩვენთან გადმოტანა მაგალითის.
რა თქმა უნდა, არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც არის ესეთი გამოწვევები, მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში დღესაც არის მიუსაფარი ცხოველების პრობლემა, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ და ჩვენ უკვე დანერგილი გვაქვს ის ჰუმანური მეთოდები, მიდგომები და ყველაზე სწრაფი ეფექტური რაც არის, ეს არის პოპულაციის მართვის ცენტრების გაკეთება, რეგისტრაციის ვალდებულება მეპატრონეების მიმართ, სტერილიზაცია, კასტრაციის ოპერაციების გაკეთება ცხოველებში, რათა უკლეს ვადებში მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება და მოგვარება მდგომარეობს შემდეგში, რომ ქუჩაში არ გვყავდეს ჩვენ მიუსაფარი ცხოველი. ასევე ახსენოთ ეს თავშესაფარი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, რომელიც 2015 წლიდან ფუნქციონირებს და თუ არის დაგეგმილი ამის განახლება, რეაბილიტაციაც იმის პარალელურად, რაც გლდანში უკვე ვახსენეთ და დაწყებულია მშენებლობა. რა თქმა უნდა, ამჟამად მიმდინარეობს არსებული თავშესაფრის რეაბილიტაცია, ეს თავშესაფარი სრულად აღიჭურება თანამედროვე ვეტერინარული ტექნიკით, აღჭურვილობები, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ცხოველი მივიღოთ ისეთ გარემოში, სადაც არ მოხდება ამ ცხოველის დაშავება, აქედან დაბრუნდება ამ თავშესაფრიდან სრულად ჯანმრთელი და უსაფრთხო ცხოველი. სწორედ ეს არის ამ ყველაფრის მიზანი. ამიტომ რამოდენიმე თვეში ჩვენ გვექნება არსებული თავშესაფარი უკვე განახლებული. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებ. მე ვფიქრობ, რომ ყველა იმ ადამიანს, ვისაც უყვარს ცხოველი, აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი სურვილი, რომ არ მოხვდნენ ისინი ქუჩაში, მათ ყავდეთ ზრუნველი პატრონი და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა აქ მყოფ ცხოველს გამოუჩნდება პატრონი და ისინი თავს იგრძნობენ სახლში, ეზოში და ეყოლებათ ერთგული მეგობარი. როგორც მათი სახით, ისე ამათაც ეყოლებათ ერთგული მეგობარი. რაც შეეხება გლდანის ახალ მიუსაფართა ცხოველთა სახლს, დაწყებულია მშენებლობა და წლის ბოლოს უკვე დასრულებული სახით შეძლებენ ცხოველები ბინადრობას დროებით. დიდი მადლობა, კეთის ყველა სიტყვას უერთდები, ცხოველების საყვარლობასთან მიმართებაში ერთი და მეორე კიდევ მეც გავიმეორებ, ძალიან გთხოვთ, თუ ვერ შეძლებთ ცხოველის მოვლას, გეხვეწებით, ნუ შეიძენთ და თუ ვინც იცის ამ ცხოველის მოვლა და ვისაც უყვარს, აი არის საშუალება და შეგიძლიათ აიყვანოთ ეს მიუსაფარი საყვარელი ცუგები და რა ვიცი, კარგ პირობებში ამყოფოთ და რაც შეიძლება მაქსიმალურად ასე ვთქვათ, გაუხალისოთ და გაულამაზოთ მათ ცხოვრება და შესაბამისად თქვენს გაილამაზოთ და კიდევ სარეკლამო განცხადებას